გაუშვა მოსამართლე ნინო ინუქიძემ ციხეში არჩილ გიორგობიანთან დაკავშირებით დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა სასამართლო და უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ნინო ინუქიძე საკუთარი თვალით ხედავდა, რომ არჩილ გიორგობიანს 3 და 13 წლის შვილების ხდომათა დარბაზის კართან ელოდებოდნენ მის მეუღლესთან ერთად, თუმცა არაფერი არ ყოფილა, არანაირი არგუმენტი დაცვის მხარის არ გაითვალისწინა. მოსამართლემ ჩვენ ახლა შეგვიძლია არჩილის მეუღლეს გავესაუბროთ. რას გვეტყვით ამ გადაწყვეტილებაზე, ელოდებოდით თუ არა, რომ ციხეში გაუშვებდნენ თქვენს ქმარს? ეს არის პირველი შეხება სასამართლოსთან და პოლიციასთან არჩილის? არ გამკვირვებია რა თქმა უნდა ეს განაჩენი, იქიდან გამომდინარე როგორც დააკავეს ყველნაირი საბუთის წარდგენის გარეშე დღეს დილიდან მე თვითონ მივხვდი 2 მანქანით შავებს ჩაცმული კაცები როგორ ელოდებოდნენ უბრალოდ ადრე თუ გვიან მაინც დაიჭერდნენ საქმეზე გავდიოდით და როგორც მოხდა დაჭერა უკანონოდ პატრულსაც ვიდეო გადავხვეწებოთ საბუთი წარმოიდგინეთ რის საფუძველზე აკავებთ თქო არანაირი პასუხი საერთოდ სრული იგნორი არ გამკვირვებიან ნამდვილად ეს გადაწყვეტილება. რას ფიქრობთ თქვენ, აი პოზიცია როგორი არის თქვენი, არჩილი დგას საპროტესტო აქციებზე და ამის გამოისჯება ფაქტია. ეს არის ხო მიზეზი. რას ფიქრობთ, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები ქვეყანაში? ერთმანეთის მიყოლებით ადამიანებს იჭერენ მსგავსი ბრალდებით, მსგავსი ადამიანებს იჭერენ, კი, ამკაცრებენ ყველა თავის სადამსჯელო ოპერაციებს იმისთვის რომ დაგვაშინონ და აღარ გავიდეთ და არანაირი პროტესტი აღარ გამოვხატოთ საერთოდ და პირიქით შეგვეშინდეს და უნდა ძლიერად დავდგეთ ამ ქვეყნის ვითომ მართველების წინააღმდეგ, იმიტომ რომ უბრალოდ უმსგავსობა ეს ყველაფერი რაც ხდება ამ ქვეყანაში. მადლობა, არჩილის დედასაც თხოვთ ახლა რომ ისაუბროს ჩვენს ეთერში. რას გვეტყვით თქვენ საკუთარი ყურით ისმენდით პროცესზე რაც ხდებოდა? რას ადევნებდით დღეს 2 საათის განმავლობაში თვალს? თვალს ვადევნებდი იმას, რომ აი ვერც ამტკიცებდნენ იმას. მტკიცებულებები არ ქონდა, ვიდეოები ქონდა და იქ არ ჩანდა რომ აჩიკო იყო იქა. რომ მან გადაღობა თუ გადაკეტა გზა, ეს ვერ წარადგინეს და ეხა ფაქტიურად არაფერი არ იყო იქ, აი ფაქტები არ ქონდათ, რომ მისთვის გამოეტანათ ეს განაჩენი. ადვოკატი იყო არაჩვეულებრივი, ადვოკატი რაღაც. არც ერთი პროფესიის ადამიანს არ ინდობს ქართული ოცნება, ყველას უშვებენ ციხეში. აი რა გავთ ქართული ოცნების წევრებისთვის სათქმელი დღეს? რა მაქვს სათქმელი და შეიძლება ეხა ცოტა ისეთი ნათქვამი იყოს, მაგრამ მე ვამაყობ ჩემი შვილით. იმიტომ რომ აჩიკო საქართველოს უყვარს და ბევრჯერ უსახელებია კიდეც საქართველოს და რამდენი წლის იყო არ მახსოვს 17 წლის წინ იყო თუ რაღაცა გერმანიაში Young Euro Classic-ზე როცა იყო რაღაც 27 ქვეყნიდან იყვნენ კომპოზიტორები წარდგენილი და ამ პატარა ბიჭის ნაწარმოებმა გაიმარჯვა და ამდენი წელი გავიდა ეხლა და საქართველოსდან ვინც მიდის არავის აღარ აუღია ეს პრიზი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. 5 დღით გაუშვა ცნობილი კომპოზიტორი ციხეში ქართული ოცნების დამორჩილებულმა სასამართლომ. აქ ბუნებრივია იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, არჩილის მეუღლეს და დედას თქვენ მოусმინეთ. ახლა შეგვიძლია მისი დის კომენტარი მოვისმინოთ და ასევე მიშა დინარაძის, რომელიც ესწრებოდა სასამართლო პროცესს და ის გაუგნებას ვერ მალავდა, როგორც ის აცხადებს, დიდ აბსურდში იღებდა დღეს მონაწილეობას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე მოსამართლეც. ეს მხარეს ჰქონდა რამდენიმე ვიდეო მასალა წარმოდგენილი საქმეში, აქედან ვალიდური არ იყო არც ერთი და მხოლოდ ერთში ჩანდა 3 წამის განმავლობაში, როგორ იდგა გზის სავალ მხარეს არა. უშუალოდ გზის პირას ახლოს იდგა გიორგი წულაია, რაც როგორც თქვი, არ არის საწინააღმდეგო ქმედება და ეს არის ჩვეულებრივად გამართლებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა სამწუხაროდ სასამართლო მიიღო უსამართლო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და 8 დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა გიორგი წულაიას. არანაირი კავშირი ამას სამართალთან ან სასამართლოსთან არ აქვს, ეს წარმოუდგენელია. სიტყვითაც ვერ გადმოვცემ რა იყო, რას უყურეს ამ ხნის განმავლობაში. აჩიკო გიორგობიანი არის მორიგი მსხვერპლი ამ რეჟიმის. ადამიანი, რომელსაც ხელოვნების მსახურების გარდა არაფერი გაუკეთებია და
ერთ-ერთი თიძე ჩამოსაცვლელი კომპოზიტორი, რომელმაც ჩვენ თაობაში გაუთქვა საქართველოს სახელი და გაიტანა ის საზღვრებს გარეთ. ნუ რა გითხრა, ეს არის აბსოლუტური გროტესკი, რაღაცა სისულელე, რასაც სიმართლე გითხრა, უკვე ცნობიერად ვეღარც აღვიქვამ, რას უსმენ და რას უყურებ. მაშასე დასრულდა დღეს სასამართლოში პროცესები. არჩილ გიორგობიანი იყო ბოლო დაკავებული, ვისი სასამართლო პროცესიც გაიმართა. დღეს 8 საქმესთან დაკავშირებით იმსჯელა სასამართლომ და ყველა დაკავებულთან დაკავშირებით ვიზეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვა პატიმრობა, მოსამართლეებმა დააკმაყოფილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა და ყველანი ციხეში გაუშვეს.